კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ ჯენზის თემაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ამ ვიდეოს დავარქვი 1 მილიონი არ დაბადებული ჯენზი. ცოტა სევდიანი ამბავია, მაგრამ რა ვქნა, ჩვენი რეალობა ეს არის და ამიტომ გადავწყვიტე რომ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ გონია რომ Z-თაობის მიმართ დამოკიდებულებას განსაკუთრებით მენეჯერებისთვის, რეკრუტერებისთვის ძალიან მნიშვნელოვნად შეცვლის ეს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გაქვთ უკვე, მაგრამ მე მაინც შევეცდები რომ ამ ვიდეოში ჩამოვაყალიბო, ხო? ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ფაქტიურად ჯენზის თანამშრომლების მოზიდვა, არჩევა, ონბორდინგი, მოტივაცია, შენარჩუნება ყველა კომპანიისთვის სერიოზული პრობლემაა და მე ყოველდღიურად ვაწყდები ამას ტრეინინგებზე, ვორქშოპებზე კომპანიებთან, რომ მოკლედ ძალიან უჭირთ ჯენზი თანამშრომლების მოყვანაც და შენარჩუნებას და შედეგიანობის უზრუნველყოფას კომპანიებს, ხო? ერთი თავისებურება, რაზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, არის რომ ფაქტიურად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ნუ ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრ ქვეყანაში და მთლიანი მსოფლიოს დემოგრაფია რო ავიღოთ, ჯენზი, ანუ ხალხი, რომელიც დაიბადა 97 წლიდან 2011 წლამდე, არის ყველაზე დიდი თაობა, ყველაზე მრავალრიცხოვანი. ანუ ამერიკაში რო ავიღოთ, ყველაზე მრავალრიცხოვანი თაობა, ინდოეთში ავიღოთ, ყველაზე მრავალრიცხოვანია, უზბეკეთში ყველაზე მრავალრიცხოვანია და საქართველოში კიდე არის ყველაზე მცირერიცხოვანი, რაც შეიძლება რადიკალურად ცვლიდეს ამ ხალხის სამსახურებრივ რეალობაში დამოკიდებულებას და მინდა ავხსნა რატომ. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წლიდან შობადობა საქართველოში, ალბათ სხვაგანაც, მაგრამ ჩვენ საქართველოს გვაინტერესებს ამ წუთას, მკვეთრად შემცირდა. ციფრები არის დაუჯერებელი. 1991 წელს საქართველოში, ანუ სანამ დაიწყებოდა შობადობის შემცირება, დაიბადა მაგ წელს 91-ში 100,000 ახალშობილი. ხოლო ყველაზე ნაკლები 47,000 ბავშვი დაიბადა 2005-ში. ანუ 91-დან 2005-მდე, ანუ რამდენი გამოდის 14 წლის განმავლობაში ფაქტიურად განახევრდა ახალშობილების რაოდენობა. ეხლა ძალიან სევდაში რო არ დავრჩეთ, უნდა ვთქვათ, რომ საბედნიეროდ 2016 წელს ისევ 100,000 ბავშვი დაიბადა საქართველოში, ანუ ეს დემოგრაფიული ორმო, ასე ვთქვათ, ამოივსო შეიძლება ითქვას. ნუ მე არის რომ 2016-ს მერე კიდე შემცირებაა შობადობის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ჯენზიზე როცა ვლაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ აი ამ შობადობის შემცირების გამო, ანუ დემოგრაფიული ორმოს გამო, ზუსტად ჯენზის დაბადების წლებში, ანუ 97-დან 2011-მდე, შობადობა საქართველოში იყო ისტორიულ მინიმუმზე. რაც ნიშნავს, რომ 1 მილიონი, მე დავთვალე სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების დაყრდნობით, მინიმუმ 1 მილიონი ჯენზი გვაკლია შრომის ბაზარზე. ოღონდ გვაკლია ემიგრაციის და რაღაცების გამო კი არა, უბრალოდ არ დაბადებული ხალხი გვაკლია 1 მილიონი ადამიანი, რაც ჩვენ ხელა ბაზრისთვის არის გრანდიოზული დეფიციტი და აი ამაზე მინდა ვილაპარაკოთ და რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, რა უშველოთ დემოგრაფიას კი არა, ჩვენ ორგანიზაციულ საჭიროებებს, ხო, მე მენეჯმენტის კუთხით წავიყვან. მაგრამ მანამდე მინდა მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ YouTube-ის რეკლამით ჩვენი ვიდეოები არ არის დატვირთული, ტრადიციული გაგებით სპონსორები არ გვყავს. ჩვენი ყველა ვიდეოს სპონსორი არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ თქვენ ის ადამიანები, ვინც ესწრებით ფლომასტერის ტრეინინგებს და გვიკვეთავთ ფლომასტერის ტრეინინგებს, ხართ ჩვენი სპონსორები და დიდი მადლობა გეკუთვნით ამ რესურსისთვის, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ უფასო და ხარისხიანი კონტენტი ყოველკვირეულად ვაწარმოოთ და უფასოდ გავავრცელოთ და ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. ესე იგი, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ 1 მილიონი არ დაბადებული ჯენზი გამოაკლდა შრომის ბაზარს. ეხლა, როდესაც შრომის ბაზარზე ვლაპარაკობთ, დაახლოებით 20 წლის ასაკში იწყებენ ადამიანები შრომის ბაზართან შემოერთებას. ანუ, თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ 91-ში დაიწყო შობადობის შემცირება, 91-ში დაბადებული ხალხი, ანუ ის 100,000 ბავშვი, 2011 წელს გახდა 20 წლის
ანუ 91 წელს იყო ბოლო მრავალრიცხოვანი შემოდინება კომპანიებში 2011 წელს იყო, ანუ 91-ში დაბადებულები 20 წლის რო გახდნენ, მერე ყველაზე მძიმე წერტილი გვიწევს 2025-ში, ანუ 2005-ში იყო ყველაზე მცირე შობადობა 47,000 ბავშვი და ეგ ხალხი 20 წლის გახდება მომავალ წელს 2025-ში. და მერე ესე იგი მანამდე ცოცხლები იმედია ვიქნებით და ჯანმრთელები ნორმას დაუბრუნდება ეს ნაკადი 2036 წელს, ანუ 2016 წელს დაბადებულები როცა გახდებიან 20 წლის. ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენ ვართ ფაქტიურად შრომის ბაზრის გაგებით დემოგრაფიული ორმოს ფსკერზე. ანუ დღეს ყველაზე ნაკლები ჯენზი გვყავს, რომელიც 20 წლის გახდა და რომელიც აპირებს, რომ შემოუერთდეს შრომის ბაზარს და ეს ნიშნავს, რომ 2011 წლიდან დღემდე ყოველწლიურად სულ უფრო უნდა რთულდებოდეს აი ამ ახალგაზრდა 20 წლის ადამიანების პოვნა და HR-ებს რომ დაელაპარაკოთ და თქვენ გამოცდილებათ ასეთი იქნება, მოკლედ ძალიან რთულდება ეს ამბავი. მეორეც არის ერთი, რომ ცოტაა ეს ხალხი და მეორეა, რომ სამუშაო ადგილი მეტია ეკონომიკის ზრდასთან ერთად ფაქტიურად მოთხოვნა იზრდება და მიწოდება კიდე მცირდება და გამოდის, რომ მაღალი კონკურენცია ამ ხალხზე და ამ ხალხს მილიონი სამსახური აქვს და წასასვლელი ყოველთვის აქვს, რაც ამცირებს მათ შორის კონკურენციას და ზრდის, ასე ვთქვათ, გადასვლას ერთი კომპანიიდან მეორეზე უკმაყოფილებას და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ამ დემოგრაფიულ დეფიციტს ემატება ის ახალგაზრდები, ვინც დაიბადა, მაგრამ არ მონაწილეობს საქართველოს შრომის ბაზარზე. მაგალითად, იმიტომ რომ ემიგრაციაში წავიდა ოჯახი და თავისი ჯენზიც გაიყოლა, იმიტომ რომ უცხოეთში მუშაობს დისტანციურად ან ფიზიკურად უცხოეთშია. ან რაც ძალიან ხშირია დღესდღეობით სწავლის პერიოდი გაიგრძელა ადამიანმა და გადაწყვიტა 20 წლისამ არ დაიწყოს მუშაობა, ოჯახს აქვს მატერიალური საშუალება და ამ ფრაგმენტულ სამსახურებში მუშაობს და ან საერთოდ არ მუშაობს. ხო, გამოდის, რომ იმ მილიონის გარდა, რომელიც არ დაბადების გამო დაგვაკლდა, კიდე დაგვაკლდა დამატებით ხალხი, ხო? ეხლა ეს რას ნიშნავს საბოლოო ჯამში და რა უნდა გავაკეთოთ პრაქტიკულად, ხო, გამოსავალს ვეძებთ, რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს მეშვეობით. პირველ რიგში გთხოვთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო თუ დაგაინტერესათ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, თქვენი გამოწერებით და მოწონებებით ჩვენს და YouTube-იც ხვდებით როგორი კონტენტი მოგწონთ, რომ მომავალში კიდევ შემოგთავაზოთ. ამის გარდა ჯენზიებს რომ დაუბრუნდეთ, კარგად დაფიქრდით, როცა ვაკანსიას აცხადებთ, აუცილებლად მაინც და მაინც 20 წლის ადამიანი გჭირდება თუ არა. რა გამოდის იცით დემოგრაფიულად, რომ 30 წლის ადამიანს რო ეძებ, გაცილებით მეტი შანსი გაქვს, რომ კანდიდატები გყავდეს, ვიდრე 20 წლის ადამიანს რო ეძებ. ანუ სტუდენტებში თუ ეძებ, ეს არის პატარა სიმრავლე და თუ არ ეძებ სტუდენტებში უფრო დიდი სიმრავლეა, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. ეს არის პირველი პრაქტიკული რჩევა, რომ თუ აუცილებლად ჯენზი არ გჭირდება, გავაფართოვოთ ძიების არეალი და მარტო სტუდენტებში არ ვეძებოთ. მეორე, ვეძებოთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ბევრმა კომპანიამ, მათ შორის ჩვენი დახმარებით, დაიწყო ისეთი ხალხის ძიება, რომელსაც უნდა რომ კარიერას დაუბრუნდეს. მაგალითად, დიასახლისი იყო წამოზარდაშვილები და ახლა უნდა რომ კარიერას დაუბრუნდეს. იმ ძველ პროფესიაში დაეკარგა კომპეტენცია და ხელახლა უნდა კვალიფიკაციის ამაღლება, მოკლედ ბევრი შესაძლებლობაა რომ უფროსი ასაკის ადამიანები ჩავრთოთ, ასე ვთქვათ, პროცესში, ხო? მეორე მხრივ, თუ ჯენზი მაინც საჭიროა ისეთ საქმეზე ვართ, ან ახალგაზრდული ენერგია გჭირდება, ან თვითონ საქმე არის ჯენზიური, ასე ვთქვათ, სადაც შესაძლებელია უნდა განვიხილოთ არაქართველების დასაქმება და თქვენ იცით, რომ ბევრ ქვეყანაში ემიგრანტები ავსებენ, ასე ვთქვათ, აი ამ გეპებს შრომის ბაზარში, ამერიკაში მექსიკელები აკეთებენ ბევრ სამუშაოს, გერმანიაში პოლონელები და თურქები მაგალითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრმა კომპანიამ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, რომ განვიხილოთ არაქართველების დასაქმება. თუ ქართულის ცოდნა გჭირდებათ, ქართულსაც სწავლობს ეს ხალხი, შრომის მოყვარეობა გჭირდება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, დაწყება ამისი ადვილი არ იქნება, თუმცა ვინც დაიწყო, ყველამ საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწია სამშენებლო ინდუსტრიაში, სამკერვალო ინდუსტრიაში, სასტუმროს ინდუსტრიაში, რესტორნებში, მომსახურების სფეროში უკვე ყველგან გამოჩნდნენ უცხოელები და იზრდება მათი რაოდენობა და გაიზრდება მომავალში.
საშუალებაში. და რაც მთავარია ამ ვიდეოსთვის, ის მინდოდა მეთქვა, რომ უნდა დავხვეწოთ ჯენზი თანამშრომლების მოზიდვა, ანუ დამსაქმებლის მარკეტინგი, რახან მიწოდება უფრო ნაკლებია, უფრო მაგარი მარკეტინგი დაგვჭირდება, რომ მოვიყვანოთ, მერე ონბორდინგი უნდა დავხვეწოთ, რომ კარგად მოერგოს ეს ხალხი ჩვენ კომპანიას და შენარჩუნება. ამ მეთოდებზე სხვა ვიდეოებში ვისაუბრებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ენერგია დაიხარჯოს. ანუ გამოვიდა, რომ რახან შოვნა ძალიან გაჭირდა ჯენზისი, კარგს თუ იშოვით, მისი ინტეგრაცია და შენარჩუნება კიდევ უფრო 10-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის. ეს არის ჩვენი პრაქტიკული რჩევები, იმედია გამოგადგებათ. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.